შეხვედრებს. ჯერ იქნება დამამშვიდებელი ეტაპის შეხვედრები იქ და შემდეგ უკვე ფინალური პაექრობები, ანუ უშუალოდ მედლებისთვის შეხვედრა. დაიწყო შეხვედრა, ძალიან საინტერესო შეხვედრა და რაც თავარია გადამწყვეტი და მთავარი შეხვედრა 97 კილოგრამში გამარჯვებისთვის. წითელი საჭიდაოთი თქვენს წინაშე გახლავთ გარდაბნელი გიორგი ქაცანაშვილი, ხოლო მისი მეტოქე გახლავთ სამტრედიელი გიორგი მელია. შარშანაც ამ სპორტსმენების დაპირისპირება სწორედ ამ დარბაზში ნახევარფინალში შედგა, სადაც გიორგი მელიამ 1-1 ძლია გიორგი ქაცანაშვილს და შემდეგ რობერტ გორდილაშვილთან ის დამარცხა ფინალში, ხოლო გიორგი ქაცანაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორივე სპორტსმენი ძალიან კარგად იცნობს ერთმანეთს. 50 წამის მიილია. ჯერჯერობით ქულა არ გაკეთებულა, ანგარიში საყაიმოა 0-0. მე აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ შარშან ჩემპიონი გახდა როგორც თქვენ ბრძანეთ, რობერტ კობლიაშვილი, ვერცხლის медаლი მოიპოვა გიორგი მელიამ, ბრინჯაოსი გიორგი ქაცანაშვილმა და მეორე ბრინჯაოს მფლობელი იყო საბა ფურცელაძე, რომელიც აიხა რამდენიმე წუთის წინაც ისევ დაეუფლა ბრინჯაოს медаლს. ფაქტია, რომ წელს აქ ახალი ჩემპიონი გვეყოლება, კობლიაშვილს არ დაუჭიდავია წლევანდელ ჩემპიონატში. კობლიაშვილმა ოპერაცია გაიგეთა, ეხლა რეაბილიტაციას გადის. აქ ერთი ქულა მიიღო აქტიურობის ხარჯზე გიორგი ქაცანაშვილმა და გიორგი მელია დააყენა ჩოგჯენში. ჯერჯერობით ცდილობა არა ქაცანაშვილს, მელიაც კარგად იცავს თავს, მაგრამ არა ქაცანაშვილს ცდილობა არ ქონია ჩოგჯენში. რეალურად არ წასულა ის შეტევაზე და შეხვედრა გრძელდება დგომში. თითქმის 2 წუთი მიილია პირველი ნახევრის. რაღაც 1 წუთია დარჩენილი პირველი ნახევრის და ანგარიში 1-0 ქაცანაშვილი გაფრთხილების ხარჯზე. მხოლოდ მინიმალური ანგარიშით არის წინ. თუმცა ეს ანგარიში აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. იმ წესებიდან გამომდინარე მეორე პერიოდში თავდაპირველად ადგება ყველაფერი თუ ილეთები არ გაკეთდა. ცნება 1-0 ბერძნულ მოუჭიდაობაში, როდესაც არსებობს ეს წესები არ არსებობს. კი ბატონო და ზოგადად პირველ პერიოდში აქტიურად შენ მიჩნევა, ჯობია მეორეში მიგიჩნევენ აქტიურად. ესეც რაღაცა ზოგი ტაქტიკური თვალსაზრისითაც მაგხიქსაც მიმართავს ძალიან ხშირად. ხო და აი რაღაცა ისეთი მომენტი არის, ხა წესების იმისგან უნდა იყოს მიმართული, რომ წაახალისოს და რაც შეიძლება სანახაობრივი გახადოს და აქ კიდე პირიქით გიბიძგებს, რომ თავიდან ინერტული იყო და სადღაც მეორე პერიოდში და ბოლოსკენ გააქტიურდა. წარმოიდგინე ხა ორივე რომ აქ ტაქტიკას დაადგეს, ეს პირველი ნახევარი რა იქნება. ძალიან ცუდი საყურებელი იქნება, რა თქმა უნდა, გეთახმები. საჭები ერთ-ერთ მიანიჭებენ მაინც აი ამ. რა უნდა, მაგრამ არსებობს ეს შეხვედრა, რომელიც ორივე სპორტსმენი თავიდან ძალიან დიდი შემართებით შემოდის. კი ბატონო, არიან ესეთი ტიპის სპორტსმენები, რომლებიც ძალიან საინტერესო სანახავია ეს შეხვედრა. აი მე მაგალითად დავითა ესე გამიგონია, რომ ყაზარაშვილი რო გამყავდა, ამასო პირიქით ვაჩერებდიო, ვაწყნარებდიო, რომ არ გინდა, დათაწყნარდი, დამშვიდდიო. სულ ისე ერთბაშად მიიწევდა, რომ შევარდნილი იყო ზელებზე, არენაზე. ზოგი პირიქით იყო, რომ ძალიან ბევრი განწყობა მჭირდებოდა, რომ რაღაცა მომეყვანა საბრძოლო ხასიათზე და განწყობა შემექმნა. არის ადამიანი ინდივიდუალურია და როგორია ზოგადად. მაგით ვარ ცხოვრება ზოგადად საინტერესო, რომ ამოვიცნოთ მი როგორია. მწვრთნელის ფუნქციაც მაგიტო არის თუ უნდა ყველა სპორტსმენს ისე როგორიც არის. შეურჩიო მისთვის კომფორტული გარემო და მისთვის მისაღები ხასიათი და ყველაფერი. დაიწყო ჩვენთან მეორე პერიოდი, პირველი პერიოდის შემდეგ 1-0 იგებს გიორგი ქაცანაშვილი, გარდაბნელი სპორტსმენი, სამტრედიელ გიორგი მელიასთან დაპირისპირებაში და აქ ყველაფერი გადაწყდება მეორე პერიოდში. ზოგადად მეორე პერიოდი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით აი ესეთ რაღაც თითქმის თანაბარ პაექრობებში.
25 წამის ილია კონკრეტული ილეთის მცდელობა ჯერჯერობით არ ყოფილა ხელის შეტანაც კი არ ქონია ეხა ოდნავ მელია გააქტიურდა მაგრამ გვერდით ამსაჯმა ასწია რომ ორივე სპორტსმენი თანაბარია და კონკრეტულ გაფრთხილებას ჯერჯერობით არც ერთი არ იმსახურებს საჯები ცოფურიშვილისკენ გაიშვირეს ხელი მელიას მიუღებიანი ქონდა და ცოფურიშვილი ჩადგება პარტერში. ერთი თერზე უკვე ანგარიში გათანაბრდა და ეს ანგარიში ხელს აძლევს მელიას აკიღა ბოლოხულა მან მოიპოვა. აი ესეც ახლა არცეც არაფერი არ გაუკეთებია, რატომ და ხო რომელი მე უპირატეს მდგომარეობაში ერთი თერზე, თუმცა არაფერი არ გაუკეთებია. მხოლოდ იმიტომ რომ საბედნიეროდ იშვიათი ასეთი შეხვედრები ახლა რომ დღეს იშვიათი იყო რომ ერთი თერთზე წავიდა. ეხა იშვიათი იყო, მაგრამ აი განსაკუთრებით მძიმე წონებში ძალიან ბევრი მთავრდებოდა. წლების წინ უფრო მეტად, დღეს ცოტა შედარებით კიდე რაღაც გამოცოცხლა. აი, ელიამ დაატრიალა მშვენივრად. ჩოგჯენი ამისთვისაც ძალიან ისეთი კოზირი არის. კიდე შეიძლება დაატრიალოს, კარგად მოამზადდა. კიდე დაატრიალა და კიდე ორი ქონა მელიას. ანგარიში 5-1 საკმაოდ სოლიდურია. ორივე სპორტსმენი ჩოგჯენი გამოყენებული აქვს. აქ მელიას ჭირდება ექიმების დახმარება. სერიოზული არაფერი არ არის, უბრალოდ მცირეოდენი დახმარება აქვს სისხლის მოწმენდნენ მას და შეხვედრა ძალიან მალე განახლდება. ამას დააგდოს ახლა თავზე რა. ჯერჯერობით ექიმები, აი დაამთავრა ექიმმა თავისი საქმე და შეხვედრაც განახლდება. აი აქტიურად ჩაება კაცანაშვილი, აი ეს ტემპი ძალიან მისაღებია მაყურებლისთვის. უნდა გააქტიურდეს იგრძვის ორივე სპორტსმენი. კაცანაშვილს აშკარად ხულები ჭირდება იმისათვის აღმოფხვრას 4 ხულიანი მელიას უპირატესობა, მაგრამ ჯერჯერობით მელია ძალიან კარგად დგას. საჯიც მოუწოდებს რომ თავი არ დაარტყან სპორტსმენებმა ერთმანეთს. პირველი შენიშვნით შემოიფარგა, მხოლოდ შემდეგში შეიძლება უკვე ორი ხულა და გაფრთხილებით იყოს დასჯილი ესეთი სიტუაცია. წუთი და 10 წამია დარჩენილი, აფრთხილებენ მელიას. თუმცა ქულა არ იქნება უბრალოდ ჩოგჯენი. და შანსი ფურცელაძეს. აი, მაგრამ ჯერ მანამ კაცანაშვილს არჩევანის საშუალება მიცეს ჩოგჯენში ჩააყენებდა ის მოწინააღმდეგე სტუდგომში. მან კიდევ დგომი აირჩია. თუმცა მანამდე ის ხა უკვე მას დაჭირდა ექიმის დახმარება. მან ჩოგჯენი წინა პერიოდშიც ვერ გამოიყენა და ალბათ სადღაც ლოგიკა არის იმაში რომ ეხლა არსა და ანუ კარგად იცნობთ ორივე სპორტსმენი ერთმანეთს და იცის რა როგორ რა დროს. ალბათ ეს ფაქტორიც. აი მელიას საჯი ეუბნება რომ თავი აწიოს ზემოთ თუ შემდეგ ჯერზე ორი ხულა გაფრთხილებით შემოიფარგლება ის. 45 წამია დარჩენილი. კაცანაშვილი უტევს, მაგრამ მელია ძალიან მეტად დგას. უმკლავდება კაცანაშვილის შეტევებს. ძირითადად ზონის ცენტრში არიან, ესეთი ფაქტორი არის. მელიასთვის კარგი ფაქტორი. რა თქმა უნდა, მელიას 5-1 მიყავს ანგარიში. საკმაოდ სოლიდური ანგარიშია, როდესაც 22 წამი არის დარჩენილი და 5-1 იგებს. ორივე სპორტსმენი გარკვეულად დაღლილია ამ დროს. დამთავრდა.
გიორგი მელია გახდა საქართველოს ჩემპიონი. მიულოცოთ კი ბატონო გეთანხმებით. მიულოცოთ გიორგი მელიას საქართველოს ჩემპიონობა, მეორე ადგილზე კი გავიდა გიორგი ქაცანაშვილი. მოკლედ საპრიზო სამეული ასეთი გახლავთ 97 კილოგრამში ჩემპიონი სამტრედიანი გიორგი მელია, ვიცე-ჩემპიონი გარდაბნელი გიორგი ქაცანაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გარდაბნელი საბა ფურცელაძე და აჭარის წარმომადგენელი ლაშა ბოლქვაძე. ნუ გარდაბანმა ამ წონაში 2 მედალი აიღო. თუმცა უნდა გვაუცდება, რომ 4 ნახევარფინალისტიდან 3 ყავდათ მათ საერთოდ. ეხლა